ზოგბელუ მცენარეს მუხლუხო რომ ახო ხდება და ჩამას უცხებს იმ დონეზე რომ ჯამს დომ მცენარის არსებობას უკვე საფრთხე ექნება მცენარე იმ მუხლუხოს დნმ-ს იღებს რომელიც დორბლავს და მცენარეს სხეულის ნაწილებს აჩამს და მცენარე უშვებს უნს რომელიც უნითაც იზიდავს ისეთ დაცებელს რომელიც იმ მუხლუხოს ჭამს და ასე იშორებს მუხლუხოს თავიდან რადგანაც სხვა გზა არ აქვს ვინდოელი რეჟისორი რო აემ ნაით შეამალანი მას საკადაღებული ფილმი რომელშიც ხეები მასიურად უშვებენ ისეთ საწამლავს რომელიც ადამიანებს ხოცავს სხვათა შორის სავსებით რეალურად შეუძლიათ გააკეთონ ხეებს თუ აჯანყდნენ და ამის სურვილი გაუჩნდათ აჯანყებამდე კი შეგვიძლია ვიფიქროთ რომ არც ისე დიდი დრო რჩება ხეების განადგურების მასშტაბებს თუ დაუფიქრდებით ხო და ცხოველების თხუნამ და ჭამამ ხომ ხედავთ რა შედეგი გამოიღო ახლა ლოკდაუნშია მთელი პლანეტა წარმოიდგინეთ ხეებს რამდენი შეუძლიათ როცა ღამურამ ამდენი გააკეთა ხამურა ხორცია და ხეებით პირდაპირ მნიშვნელობით სუნს ყავთ ერთ დღესაც რომ აუდგეთ ყველას ამოხოცავენ ხო და თესლები რომ დაგჭება თხილიდან ჩარგეთ სადაც მიწას ნახავთ ეს თქვენი დნმ-ი რომ მოხდება დაეწოდინება თქვენი ჩარგული არის ხეების მასიური თავდასხმა რომ დაიწყება ადამიანებზე ხეები ეკონტაქტები ამ ფესვებით ერთმანეთს ხო და იმ ადამიანის დნმ-ებს რომელთა ჩარგული აქვთვის თესლები არ შეეხებიან და მათი შთამომავლებიც დაცულები იქნებიან მაგრამ ისინიც დამახსოვრებულები ეკოლებათ ვინც ხეებს მთელი ცხოვრება დედას უქნავდა და იმათი შვილებიც ხო და ჩაატარებენ დითმენ და საქიმით გონიათ რომ ცხოვრებას ირჩენთ რაც უფრო მეტ კურდღელს გაათხოვებთ და შეჩამთ არადა რეალურად თვითგადარჩენის ინსტინქტი თუგად გარეთ გახვიდოდით ახლა და რამე კურკას მიწაში ჩარგავდის და ამით გადაირჩენით თქვენს თავს და შთამომავლობას ეგაა რეალური თვითგადარჩენა და არა ბაჭიებისთვის დედის მოთხოვნა 3 წელი ასათიანის ფსიქიატრიულში ვიცექი მაგრამ ახლა კარგად ვარ